ბედნიერები ვართ, რომ დონალდ ტრამპი ჩვენ მხარეს იბრძვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. რადგან დაუჯერებელია, რომ თავისუფალმა სამყარომ მისი ფუნდამენტური ღირებულება, სიტყვის თავისუფლება დაკარგა ციფრული ცენზურის საშუალებით. ეს იმ ტიპის ცენზურაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმებსა და ლიტერატურულ დისტოპიებში გვხვდება. ცენზურის არსებობის შესახებ თავად ამ ცენზურის არქიტექტორებმაც აღიარეს და მთელ მსოფლიოს აუწყეს, რომ ისინი მუხლებზე დაჩოქილები იღებდნენ ბრძანებებს ამერიკის წინა ადმინისტრაციისგან, რათა გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად შეეზღუდათ. მათ მიზანს წარმოადგენდა ჩვენი, ანუ მოსახლეობის უმრავლესობის სიტყვის თავისუფლება შეეზღუდათ. ახლა კი ეს ცენზურა, როგორც ჩანს, გაუქმდება, რადგან დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც შემოუერთდნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამ ყველაფრის პარალელურად, ევროპული ინსტიტუციები უფრო დიდი ძალისხმევით ცდილობენ ცენზურის დამყარებას. ევროპას აქამდე არასდროს უნახავს მშვიდობიანობის დროს ცენზურის ასეთი მაღალი დონე. და რატომ ხდება ასე? ეს თქვენ კარგად იცით. მათ არ სურთ ევროპელმა ხალხმა ჩვენი ხმა გაიგოს. მათ არც ის სურთ გაიგონ იმიგრაციის პოლიტიკით დაზარალებულთა შესახებ. არ სურთ გაიგონ მათ მიერ მოგონილი მწვანე პოლიტიკის შედეგად დაზარალებულთა შესახებ. მათ არ სურთ გაიგონ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იტანჯებიან მათი მავნებლური იდეოლოგიების გამო. სოციალურ მედიაში ცენზურა სწორედ ამისთვის დააწესეს, რადგან მათ არ სურთ საზოგადოებაში მოხდეს ფუნდამენტური ევროპული ღირებულებებისა და ტრადიციების აქტუალიზაცია. ჩვენი ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია გამოხატვის თავისუფლება. ისინი კი ამას ებრძვიან, რადგან სურთ, რომ ჩვენ სიჩუმეში ვიტანჯებოდეთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.